საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ორშაბათია, ზუსტად 22 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეკვავენ ვარსკვლავები პირდაპირ ეთერშია და სანამ დღევანდელ ეპიზოდს გახსნილად გამოვაცხადებ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ გუშინდელი ამბით და კიდევ ერთხელ ტელეკომპანია იმედის და ცეკვავენ ვარსკვლავების გუნდის სახელით გამოვხატოთ და გამოვუცხადოთ სამძიმარი გუშინდელ დღეს იმ ოჯახს და იმ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ნათესავებს, განსაკუთრებით საბერიოში მცხოვრებ ხალხს, გალის რაიონს გულისხმობ. ეს დღე ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ასე გრძნობს თითოეული ქართველი. რთულია ემოციების გვერდით გადადება. ამ დროს სიტყვები კარგავს ხოლმე აზრს როგორც წესი და ვინაიდან 6 იანვარია და სულ რაღაც 2 საათში ქრისტესშობის დღესასწაული დადგება, ვისურვებდი, რომ მსგავსი დღეები, მძიმე და ტრაგედიული დღეები არ ყოფილიყოს არც საქართველოში და არც მსოფლიოში. და დღევანდელ ეპიზოდს რაც შეეხება, სანამ უშუალოდ დღევანდელ დღეზე ვისაუბრებთ, მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ 31 დეკემბერს 9 წყვილი წარსდგა ცეკვავენ ვარსკვლავების მე-13 სეზონში. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლებმა თავიანთი ფავორიტები უკვე გამოარჩიეს და იმახსოვრეს მათი ნომრები. დღევანდელი დღეც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დასამახსოვრებელი, თუმცა სანამ კონკრეტულ ეპიზოდზე გესაუბრებით, მოდით ვნახოთ 31 დეკემბრის ასე ვთქვათ, მიმოხილვა და ის დასამახსოვრებელი მომენტები, რომლებიც გვაჩუქეს ჩვენმა წყვილებმა. მე-13 სეზონი იწყება. მაშასე ეთერშია ცეკვავენ ვარსკვლავები. ირაკლი მაკაცარია, შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოები, გოჩა ჩერტკოები. დღევანდელი ჩვენი ეთერი ძალიან კარგი დაწყება იქნება 2025 წლის. პირველად არის ეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ცეკვავენ ვარსკვლავების პირველ ეპიზოდს ახალ წელს. და მისი მეწყვილი არაჩვეულებრივი ოთოციკლაური. ძალიან რთულია, რომ დაიწყო პირველი ეპიზოდი გახსნა, მაგრამ კარგად გამოგივიდა. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან კარგი ნომრებიც გველოდება. თვითონ ცეკვა გაძლევს ხასიათს, ამიტომ შენი არ მოიგონო. კითხა, ბაბა, რა უფრო რთულია, ცეკვა თუ სიმღერა პარკეტზე? თქმა უნდა, ცეკვა. ქართველი მანდილოსნების რჩეული, საყვარელი მსახიობი ნიგ ჯელილაი და ირაკვიტისკაია, ტანგო. ფუტბოლი არ შეგეშალა, რაც კარგია, ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ გამოგივიდა. დაანები ამ ფიქრს თავი, ისწავლე შენი ქორეოგრაფი და უბრალოდ გამოდი და გამოხატე ის, რაც უნდა გამოიყენო. ანზო როდიშარია და ნიცა ციბაძე, ვენური ვალსი. კარგია რო არ დაგივარდა, ცოტა ავნერვიულდი შუაში, მაგრამ კარგია, გაუძელი. გუჩას გავხედე, უთხარი შენთვის ჯადო იხარშება მეთქი. ოკეი, ანზორი. უშუალოდ ჩაიარა ნომერმა, რაღაც არასპეციფიკურად. ოთო ლასხიშვილი, სუპერ პროფესიონალი, მეწყვილე ხათუნა ოქიტაშვილი. სამბა! სამბა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცეკვა და არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ პირველივე ვთქვათ ეპიზოდზე იყოს ყველაფერი იდეალურად შესრულებული. მთელი შენი სხეულის გავამეტყველება რაღაცნაირად ვეღარ ჩაჯდა სამბას ხასიათში ვერაფერი. ძალიან ტალანტად ხარ, ძალიან. ლამაზი ფეხები გაქვს, ძალიან სურპრაიზდ ვარ, მე რა კარგად გამოგივიდა. ბუნებრივად ისეთი ტალანტ რაღაც არის მიხრა-მოხრა და ისეთი სწორი. სოფო არდია და გუკა ჭანტურია, ძალიან ემოციური და ლამაზი რუბა ვიყიდეთ. მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, ჩა ჩა ჩა. ძალიან ტალანტი, ძალიან ნიჭიერი გოგონა ხარ, ხასიათი გაქვს, გრძნო, რომი ძახი პროფაილში რო თეძო ნეტა არ მქონდესო, პირიქი ძალიან კარგი თეძოები გაქვს. ჩემთვის ძალიან ლამაზი ნომერი იყო. ამ ცეკვას აკლდა ერთად ყოფილი. ოთო ყოვზირიძე და ანა ბირთველიშვილი, ვენური ვალსი.
ახალი წლის ღამეს ამაზე კარგი რა გინდა ხო ესეთ მუსიკას რო უსმენ. ვინც საქართველოსზე რამე სიტყვის მაგის დედა ვატირე მე. I mean, come on. ეს იყო ძალიან ქართული თბილისური waltz. თავიდან ფეხები ცოტა აგერია, მაგრამ კარგია. არაო შავს მე გააგრძელებ. საკმაოდ სუბუქად მოძრაობ და ძალიან კარგია. Anyway, Elena Valalo, okay. Valalo to Hari Haralo. ხარ ერთად ხარ ძალიან cute, მაგრამ ხელებს რამეთი დაისაქმე ხელები, okay? ვალალო კოპალეიშვილი და ელენე დავითაია ჯაივი. ნანუკა სტამბოლიშვილი და რატიგა ჩეჩილაძე ფოქსტროტი. ნანუკა ძალიან სუბუქი და talent-ed ნიჭიერი მოცეკვავე ხარ. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობი ხარ, სხეული მოყვება საოცრად. შესანიშნავი დასრულება არის პირველი ეპიზოდისთვის. ეს იყო ყველაზე ძლიერი ნომერი. ვაუ! ესეც ასე გავიხსენეთ წინა კვირა 31 დეკემბერი, როდესაც ჩვენმა მაყურებელმა გაიცნო ჩვენი ვარსკვლავური წყვილები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს თავისუფალი ტური გვაქვს, შესაბამისად ჩვენი 9-ვე ვარსკვლავური წყვილი მესაუდას ოთახში იმყოფება და ისინი მზად არიან, რომ დღესაც თავისი თავი წარმოაჩინონ და ასე ვთქვათ, დაამტკიცონ თუ ვინ იმსახურებს მომდევნო ეპიზოდში გადასვლას. აქვე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჟიურის კულებთან და შეფასებასთან ერთად მათ ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ცეკვავენ ვარსკვლავებში, იმიტომ რომ სწორედ ისინი წყვეტენ თუ ვინ გადავა შემდეგ ტურში და ვინ მოხვდება საბოლოოდ ფინალში და ვინ გახდება გამარჯვებული, ასე რომ უნდა იაქტიუროთ, მოამზადოთ ტელეფონები და უგულშემატკივროთ თქვენს ფავორიტ წყვილებს. იმისათვის რომ დღევანდელი ეპიზოდი გახსნილად გამოვაცხადოთ, ერთი აუცილებელი დეტალი არ უნდა გამოგრჩეს და ვთხოვთ ერთად დავუძახოთ ჩვენს ჟიურის. შევეგებოთ კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი, ქართული და უკრაინული ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალისტი ირაკლი მაკაცარია. საღამო მშვიდობისა ირაკლი. მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო სამეჯლისო სპორტული ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი შორენა გაჩეჩილაძე ჩერკოევი. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. ცეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი და მთავარი მსაჯი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი გოჩა ჩერკოევი. მოგესალმებით, ბატონო გოჩა. საღამო მშვიდობისა, welcome, Nick and Ira. ძალიან კარგი გახსნა იყო. უფრო უკეთესად ხარ მომზადებული, ვიდრე ტანგო იყო. ყოჩახ მაგისთვის, ირა ძალიან კაი კომპოზიცია შეუქმენი, რაც ძალიან კარგია. კარგი lead and follow situation-ი ქონდა, which is very good. Only in the end you were rushing a little bit. ცოტა ბოლოში ჩქარობდი, ფადაბურეის და ბოლო 20% კომპოზიციის, მაგრამ არა უშავს, მაგრამ იცი რა, პროფაილს რო ვუყურებდი, ძალიან კაი attitude გაქვს. კარგია რომ ქსიამოვნებს, კი რა თქმა უნდა მოგება ყველას უნდა, მაგრამ შენ როგორც თქვი პროფაილში, ტროფისთვის კი არ მიდიხარ, მხოლოდ you enjoying every single moment and this is very good attitude. ძალიან კარგია რომ ესე yeah, absolutely you have to have good time, right? მაგრამ რა მომეწონა იცი შენში? კარგი coordination-ი ქონდა, ჯაიფი არ არის ესეთი ადვილი ცეკვა. შეიძლება ზოგჯერ ესე საერთოდ არ გამოგივიდეს, მაგრამ მე მგონი ეს სტილი უფრო გამოგდის. მუსიკა იყო ოდნავნელი, ალბათ თუ ჯაიფია, უნდა იყოს ჯაიფის ტემპო, მაგას ისე შეგახსენებით, მაგრამ overall great job. Good job. დიდი მადლობა და გოჩა, შევაჯამოთ. All right, Nick, Ira, პირველ რიგში მე მინდა საქართველოს მიულოცო დამდეგი. კი ბატონო. შობა, ბედნიერებას და ყველაფერს კარგ გისურვებ ჩემო კარგი. Okay? All right, აჩეხება jive. იცი რა არის? Tango's კარგი იყო, 100% კარგი იყო tango's განსხვავებული, იმიტომ რომ რაღაცაერად tango ეს ჩაი არა ეს არაფერი ის არა ქონდა საერთოდ გამოსახულება რაღაცა personality დაიკარგა და აქ უფრო გამოჩნდა მომეწონა ის რომ კარგი რა არის მომეწონა Nick რა გააკეთე, იმიტომ რომ როცა ცეკვამ solo part ყოველთვის
ირა ყავდა შენს წინაშე. არასოდეს არ დაკარგეს. ძალიან კარგი თვისება, იმიტომ რომ კაცი, როგორც ჩარჩო, მამაკაცი არის როგორც ჩარჩო ჩვენ ცეკვებში, სამშობლო ცეკვებში და ქალი არის როგორც painting, როგორც არის სურათი, რომ უნდა გავალამაზოთ. და ძალიან yes, of course, me too, but that's still ლამაზი სურათი, როგორც ირა, of course. მაგ ძალიან კარგი, yes, მაგრამ ეს იქნება შენი ძლიერი მხარე მომავალ ცეკვებშიც გააგრძელე იგივე აზრი, რომ ყოველთვის იყავი ჩარჩო და ირა გაალამაზე მაქსიმალურად. ეხლა რაც შეხება technically jive, უყურე, თვითონ jive. ეს უკვე რთული კონკურსია, ძალიან ძლიერი წყულებია სულ, ამიტომ მოდი technically გეტყვი ჩქარა რა უნდა გააკეთო. Jive-ში გადაადგილე, თუ უნდა იცექო კიდე ერთხელ swing, jive, lindy hop, jive related swing ცეკვები, ყოველთვის გადაადგილება არის მეორე, მეოთხე და მეექვსე ნაბიჯზე. Right? 1, 3 და 5 არ გადაადგილდება. ამიტომ გადაადგილდებოდი არასწორად დროზე, რთულია ყველაფერი გერვა, okay? მერე kickball change რო აკეთებ, როცა ფეხს მაღლა, მუხლით ამოდის მაღლა და როცა აკეთებ double kick, ფეხის წვერი დაბლა. დაიმახსოვრე ეს ყველაფერი, okay? გაითვალისწინე მომავალ. რონა გისმენთ. საღამო შვიდობისა, welcome Sandro and Mariami. ძალიან ლამაზად შეფუთული ნომერი მოიყვანეთ. ძალიან I love the dress. ძალიან ლამაზი კაბა გაქვს, ვინც შეიკერა ყოჩახ, ძალიან ლამაზია. ლაშა ყოჩახ, ძალიან კარგი. ვიენის waltz, tempo იყო ძალიან ნორმალური, რაც კარგია. ცოტა დაახლოებით ნახევარ კომპოზიციაში რო შეხვედი, სიჩქარე მაგიტანა, excited გახდი, ძალიან ენერგიული ადამიანი ხარ, როგორც გეტყობა და ცოტა მუსიკა ის წინ გარბოდი, ცდილობდა შენი პარტნიორი რომ ცოტა დაგაწყნაროს, მაგრამ უფრო უკეთესად რომ დაუჯერო და არ იჩქარო, იყავი მომენტში. იყავი მომღერალი ხარ? ნუ ძალიან კარგი, ესე იგი მუსიკა კარგად გესმის და ამიტომ იყავი being a beat, ხო? თლაში იყავი შიგ. დგომში ოდნავ უფრო უნდა გაიზარდო, გაჭიმო მარჯვიდან მარცხნივ და ატაცების დროს ახლა პროფაილში რო თქვი რომ ნუ იძახები თქვი რომ მძიმე ვარ, მძიმე კი არა ხარ. როდესაც ატაცებას აკეთებ, ცენტრი უნდა აწიო და მსუბუქი იქნები უფრო შენი პარტნიორისთვის. რა თქმა უნდა, ეს აქცევს ძლიერი ბიჭია, ხო? მაგრამ თუ ცენტრით არ აყვები შენ პარტნიორს, ცოტა მაგი გიჭირდა. რამოდენიმე რონდეი გააკეთე, 3 რონდეი იგრძენი შენი ფეხის ენერგია არის სროლო, ხო? უბრალოდ იგრძენი და ესე გააკეთე და საერთო ჯამში waltz, Vienna's waltz, როგორც პედაგოგს, უფრო ღრმად უნდა ჩახვიდე ერთზე, უფრო დაბლა წაიყვანე შენი, მაგალითად slow waltz თუ იცეკვებ ან თუ კიდე სხვა foxtrot ესეც ეკვებს რო იმას იზავ, ცოტა უფრო დაბლა ჩაიყვანე შენი ვარსკვლავი და უკეთესად წამოყვება. საერთო ჯამში ყოჩახ. მადლობა და გოჩა გისმენთ. Okay, Mariam, Sandro, Carol of the Bells. როგორ არის ახლა მას ქართულად ვერ გადავთვალე. მინდა არცადო. Forget it, Carol. I mean, იცი რა არის, სანამ დავიწყო ეს ცეკვაზე ლაპარაკი, I mean, Carol of the თოჯინები ვითახართ. I mean, საახალწლო შობის თოჯინები ვითახ. ესეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს რო უყურებ მაღაზიაში მიდიხარ და შემიხვიეთ, ჩამიდეთ ყუჩს სახში უნდა წავიღო. ნაძვისხის სათამაშოებს გულისხმობ. Absolutely, like a Christmas decoration. აიგეთი საყვარლები ხართ ორივე, okay? და ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი ცეკვა გამოიტანეთ. რაც შეხება ახლა თვითონ technically როგორ უნდა იყოს და რაც იცეკვეთ, okay? იცი რა არის? თვითონ ცეკვის factor, რაც გააკეთეთ, ძალიან კარგი იყო და ძალიან ბევრი ეს პროფესიონალური მომენტები გქონდათ ორივეს, ოკეი, რა თქმა უნდა, მithumetes შენ. მაგრამ რაც შეხება ფეხებს, fit. ფეხი განამტილენი ფეხი, fit. როგორ არის ankle, აქედან დაბლა, ტერფი. ფეხის ტერფი, ფეხის ankle რა ვიცი, ოკეი. აი აქედან დაწყებული და კოჭიდან ტერფამდე. კოჭიდან ტერფამდე, რაც შეხება. იცი როგორ გაითვალისწინე აი აზრი თითქოს იფიქრე რომ ცეკვავ იმაზე თითქოს ხელებით ლაპარაკობ ხო იცი ხალხი რო აი მე ხა ხელებით ვსაუბრობ ხო აი სუ ილაპარაკე ფეხის ტერფებით რო ცეკვის დროს როგორც ხელებით საუბრობ და დამიჯერე ძალიან ბევრად გამოგისწორდება ეს ყველაფერი ოკეი ყველაფერი იყო ძალიან კარგი უბრალოდ თვითონ waltz და ჩადიოდე დაბლა იმიტომ რომ გადაადგილება აკლდა ცოტა გინდოდა ცდილობდით მაგრამ სიღრმე არ ქონდა ამიტომ სიმაღლა ასვლაზე ნუ ვფიქრობ
იფიქრე დაბლა ჩასვლაზე პირველ ნაბიჯზე და თავისით გადაადგილება გამოგივა. დამეკარგა ქართული ისე. But anyways, ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი ნომერი იყო. Well done. წინსვლა არისო გითხრა ირაკლიმ, საინტერესო შორენა როგორ კომენტარს გააკეთებს დღევანდელ ნომერზე. Well, მოგესალმებით, ოტო and Ani, Jive, ხომ? ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი ცეკვა ლათინ ამერიკულ ცეკვებში. ცოტა tempo slow ქონდა არჩეული, Ani, რის გამოც ცოტა უფრო მძიმე ჩანდა შენი kick variation. შასე იქონდა ძალიან განიერი, თუ როგორ თქვა, დიდი, უფრო კომპაქტ უნდა იყო. ესე იგი, ფეხები მხოლოდ შენი, აი, მხრები რამხელაც აგაკ, აი, ამის გარეთ არ უნდა გადახვიდე, ხო? მაგ მხრების ქვეშ უნდა იცეკო, შენი შასე ძალიან განიერი იყო. Kick combinations რო აჩვენებდი, ცოტა coordination-ი არ მიდიოდა სწორედ, გაიგე? ცოტა მაგაზე ამუშავე, ხო? მაგალითად, მარჯვენა ფეხს თუ ისვრი, ხო, მარცხენა upper body უნდა წავიდეს, ამაზე ცოტა უნდა. თუ აკეთებ kicks, უნდა გააკეთო სწორედ, ესე არ უნდა იყო, ხო? მაგრამ საერთო ჯამში ლამაზი იყო, I'm sure, ტელევიზორში ძალიან კარგად გამოჩნდა, ლამაზად ჩანხარ ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის იყო ცოტა ძალიან დანელებული და flat, როგორ თქვა flat? ბრტყელი. ბრტყელი იყო. კარგად მომზადებული მოხვედი, thank you, გოჩა. კარგად მომზადებული მოხვედი, მაგრამ jive უნდა იყოს upbeat, kicking high and compact, ცოტა იყოს ესე, Yeah? Okay, that's it. შენიშვნა მიღებულია, დარწმუნებული ვარ, ჩვენი წყული გაითვალისწინებს და საინტერესო რას გვეტყვის გოჩა. Okay. ოთარ ანა jive. Okay, რაც შეეხება შოანამ იმიტომ ახსნა იყო flat ყელი, რომ აქცენტს აკეთებდი არასწორ დროს. Okay, მოდი ახლა რომ wrote future reference მომავალ სულ გავითვალისწინოთ, okay? ორი ცეკვარი რომელიც არის bounce ლათინში, up and down და სტანდარტში სხვა არის, მაგრამ bounce არის samba and jive. ორივე არის up and down, მაღლა დაბლა, მაღლა დაბლა. განსხვავება არის ის, რომ jive is accent, როცა დგები ფეხზე, აქცენტი არის დადგები თუ არა ეგრევე მაღლა. Okay? და samba მაღლიდან ჩამოდიხარ და ჩერდები დაბლა. ამიტომ jive შენ რო აკეთებდი bounce შენ ჩერდებოდი დაბლა და იმიტომ ჩანდი ბრტყელი. განა შენ ფიზიკურად ცეკვაზე ვიზახდი ბრტყელი, okay? ჩანდა ბრტყელი. ამიტომ გაითვალისწინე აქცენტ უნდა ყოფილიყო down up, დაბლიდან მაღლა. რო დადგები მაღლა, შენ იყავი დაბლა. ეგერთი technicality. ამიტომ გაითვალისწინე მომავალში. მეორე, მე რაც მაწუხებს პირადად რა უნდა გამოვასწორო ის რომ ძალიან ბევრს ფიქრობ ჩემო კარგო, okay? ნუ ფიქრობ please. როცა ცეკვა, ნუ ფიქრობ. ახლა მე რო გამოხვიდე მე მომღერალი არ ვარ, მე მსახიობი ვარ და TV personal blah blah blah. არ შეიძლება რომ performing გააკეთო და ფიქრობდე. არ შეიძლება რომ მღეროდე და ფიქრობდი რა არის მერე. აი წარმოვიდგინე მე მღერი ვარ და შენ მსაჯობ და მიყურებ და გოჩა ფიქრობს ეს ჰარალო არ ვიცი რა არის არა ამიტომ რო გამოდიხარ ფიქრი არ შეიძლება ჩანს რომ ფიქრობ და იკითხება როგორც fear იკითხება როგორც შიში ამიტომ შენ გეშინია თუ არა ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი ჩანს როგორც ნერვიულობ და გაძლევს მაგ look და სინამდვილეში არაფერი არ გჭირს ნერვიულობ okay ამიტომ ნუ ფიქრობ დაიმახსოვრე შენი ქორეოგრაფი გამოდი და ესე დარწმუნებულად გვაჩვენე რა მოამზადე და ჩვენ ვიყიდით okay well done გაითვალისწინე ყველაფერი დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებენ ძალიან ბევრი მითითება მიიღო წყვილმა შემდეგი ეპიზოდისთვის გაგაცილებთ ჩარკის ოთახისაკენ სადაც ნოდარი გელოდებათ გთხოვთ სადაც ჩვენ უკვე ერთად ვნახავთ ირაკლი შორენა გისმენთ საღამო მშვიდობისა სოფო and გუკა ფეხი როგორ აგა კარგად არაუშავს კარგია. Ankle down important ეს არის მოუარე, იმიტომ რომ გინდა რომ დიდხანს მოგემსახუროს, ხო? ეხლა რაც შეეხება ამ quick steps. Quick step-ი არის ჩქარი ცეკვა. ჩქარი ფეხები გჭირდება, ამიტომ ჩქარზე ჩქარი არ უნდა იყო. შენ ისე იყავი აღშფოთებული თუ როგორ თქვა, ისე არ ვიცი ნერვიულობდი, არ მგონია ნერვიულობდი, უბრალოდ ჩქარობდი. უბრალოდ გარბოდი წინ, გაურბოდი შენ პარტნიორს, შენ მეწყვილეს, ვინც უნდა შენ წაგიყვანოს და leading როგორ თქვა. მე ვეკითხე. leading. ნუ აყოლა. წამყვანი ხო შენი წამყვანი შენ მას გაურბოდი შენ გინდოდა რომ გოგოც ყოფილიყავი და ბიჭით ცეკვის დროს არ გამოგივა ამიტომ მიეცი საშუალება შენ პროფესიონალს ყოჩახ გუკა I give you შენი კონკურსი რო იყოს მე შენ
კარგ იმას დაგიწერდი. მაგრამ ეს არის ვარსკვლავის კონკურსი, სოფო, ცოტა არ უჯერებდი. და შემდეგში ცოტა დაუჯერე. ძალიან აღშთოვანებული ვიყავი შენი რუმბით, როგორ ესე იგი მიყვებოდი შენ პარტნიორს მუსიკას, მაგრამ იცი რა შენ გაქვს double jointed body parts და ეთყობა ცოტა ხართამი გაქვს რომ დაიმორჩილო შენი ჩარჩო. გაგირბიან აქეთ-იქით ხელები, ფეხები თავისთვის. ამიტომ შენ თუ ერთ მასში ჩაჯდები და დაიმორჩილებ შენ თავს და მისცემ საშუალებას შენ პარტნიორს, შენ მასწავლებელს რომ წაგიყვანოს იატაკზე, უფრო უკეთესად გამოგივა. დღეს კი მოემზადე, კი ფეხი გეტკინა, მაგრამ არ იყო ისეთი კაი ნომერი ჩემთვის. მადლობა. გოჩა, გისმენთ. Okay. სოფო გუკა. მოდი ახლა რა მოხდა ამ quick step დავიწყოთ იმით რომ სხვა შორის ეს ყველას ეხება მაღლა მოცეკვავე მომისმენთ ჩემო ლამაზო ნარნარებო ჟუჟუნებო ცეკვავე ვარსკვლავები არის სამეჯლისო ცეკვების show period სხვა არაფერი ამიტომ სულ ხართ სამეჯლისო ცეკვის მოცეკვავეები ფრთხილად იყავით რანაირი ქორეოგრაფი, რანაირი მუსიკებს ირჩევ და რითი მოდიხართ, იმიტომ რომ ყველაფერი ითვლება. ეხლა რაც შეეხება ნიჭი, რაც შეეხება რა შეიძლება იყოს და როგორი შეიძლება ყოფილიყო, ეს ვხედავ, რომ ძალიან კარგი ლამაზი წყვილი ხართ, რომ იყო ძალიან იმპრესივ, მე თვითონ გითხარით, ეს მიხრა-მოხრა ქონა ძალიან გამიკვირდა. აქ რაც გააკეთეთ, არაფერი არ იყო იმის დამადასტურებელი, რომ შენ საერთოდ ცეკვა ეცადეთ რომ გეცეკვა. dip. Okay, გუკა, რა არის quick step? Dip, აი რამდენჯერ უნდა აიყვანო, რამდენჯერ უნდა დაწიო, რამდენჯერ უნდა მოიქნი, რამდენჯერ. ესე იგი, practically თვითონ ფიზიკურად ცეკვა არ იყო და მაგიტომაც გაილახეთ და დაიტანჯეთ. ჯერ ერთი არასწორი მუსიკა იყო არჩეული, არასწორი ცეკვისთვის. I love Adele, fine, მაგრამ მაგ მუსიკაზე quick step არის nightmare მაგის ცეკვა. Okay? ამიტომ არ ვიცი ახლა რა გითხრათ, ეს უბრალოდ არის არა კარგად ჭკვიანურად შერჩეული აი მარტივი რომ გამოსულიყავი და გეცეკვა გუგა აი ჩაოლებრივად quarter turn spin turn I don't know the chasse I mean lock steps იქნებოდა fantastic მაგრამ ისე და overkill როგორ არის დამეხმარე მარიკა ქართულად ესე იგი ნაკლებ გადატვირთული აი გადაცდილი და გადაჭარბებული არ იყო საჭირო და მაგიტომაც გამოგივიდა ეს result იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მოაბი თავი ძალიან ბევრი ნაბიჯები შეეგეშალა და ესე შემდეგ, okay? ამიტომ მარტივი და დაუბრუნდით ისევ სამეჯლისო ცეკვებს. რა რისი პროფესიონალებიც ხართ. სულ ყველას გეხებათ ეგ შემოკარგებოთ, რომ გაილახებით. სიმარტივისკენ მოგვიწოდებს გოჩა. როგორ? სიმარტივისკენ მოუწოდებ გოჩა, როგორც მოხდი ამ შემთხვევაში. ამას ქვია ballroom, სამეჯლისო ცეკვა არის elegant და არის ორი სქესი, two genders. სხვა არ არსებობს შემოკარგება. მიუხედავად ამ სოფლიოში რა ხდება, არის two gender, ორი ქალი და კაცი. მორჩა, შენ ხარ კაცი, შენ ხარ ქალი. ამიტომ ეს არის ჩვენი სამეჯლისო ცეკვების სახე და image. მოუარი შენ ქალს გაალამაზე და იყავი კაცი და შეუქმენი ჩარჩო. მარტივი. Simple. ეს extra რაღაცების მირბის too much. ძალიან ამეტანი იყო, okay? კი ბატონო, დიდი მადლობა. Well done. მე მგონი შენიშვნები გაცემულია, რეკომენდაციები მიღებულია. უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი კარგი წყვილია და მომავლის ეხლა დავივიწყოთ ეს, რაც არის ეგ არის. For future, მომავლის აღარ ესეთი შეცდომები აღარ დავუშვათ, okay? იმიტომ რომ ძალიან ლამაზი კაი ნიჭიერი. ესე იგი, ყურში მკარნახობენ რომ შარკის ოთახში მოგესალმებით, ხათუნაენ ოტო, პასადობლე. ძალიან ენერგიული და character dance-ია. პირველ რიგში მინდა რომ upload გაგიკეთო Cuban Hills-ში რომ ცეკვავ. ბიჭისთვის Cuban Hills-ში ცეკვა არც ისე კითხვი პროფაილში 6 სანტიმეტრია, მაგრამ ამას ქვია Cuban Hills და პასადობს თუ ცეკვა უნდა იცეკო ამაში. It's inch and a half, მაგრამ ალბათ 6 ინჩია, რაც ძალიან რთულია. კი, რთულია. ერთ შეცდომ, კარგად გამოიყურებით, მაგრამ ერთ შეცდომას მოგცემდი, შარვალი ცოტა მოკლე
გაქვს და ამიტომ ხაზები არ ჩანს ლამაზად. განა იმიტომ რომ მოკლე შარვალი არ მომწონს. უბრალოდ შენ ხაზებს არ უხდება. ამიტომ ცოტა მაგას Cuban Hill-ში თუ დადგები შარვალი გადააგდო. No, არ ქნა ეგ სხვა შოუა. აქ არა. ეხლა რაც შეიძლება ფასადობლე, ხათუნა შენ თვითონ გეთოდინება. უნდა გადაადგილდებოდეს around the ballroom. როგორ თქვა ეს? წრიული ცეკვა და თქვენ იყავით უფრო stationary ერთ ადგილში იყავით, ხო? მაგალითად, როგორც იქნება cha-cha, rumba, jive, salsa, all of those ეს ცეკვები stationary-ა, ხო და ფასადობლე და samba და ეს ყველაფერი უნდა გადაადგილდებოდეს. ცოტა გადაადგილება დაგაკლდა. ერთი შასე кейპი გააკეთე, რაც თითქოს გამიხარდა მეორესაც გააკეთებ და მაგრამ მხოლოდ ერთი იყო. ნუ რაც არ უნდა იყოს, შემდეგ ჯამში მე მგონი შენ შორს წახვალ, ძალიან ემოციური ადამიანი ჩანხარ, ესე ენერგიულად ცეკვა, მაგრამ ემოციებში ისე იკარგები, რომ თავი გამოგდის წინ წარმოუდგენლად. და ეს შენი თავი უკან რო წაწიო ცოტა და ხერხემლის თავზე დასვა, წესით თავი უნდა იყოს ხერხემლის თავზე, ხო? მაგრამ ემოციებით ისე წინ გამოგდის, ეს სხვათა შორის შენ განელებს და შენ ცეკვას უშლის ხალხს. მაგალითად, წინაზე სამბა რო იცეკვე, თავი ისე წინ ქონდა, რომ შენი მოძრაობები ცოტა იტანჯებოდნენ. ცოტა იგივე პასადობშიც ესე გამოგივიდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს ცეკვა უფრო უკეთესი იყო, ვიდრე შენი ბრაზილიური სამბა. Good job. დასასრული განსაკუთრებით მომწონს ხოლმე შეფასების გოჩა გისმენთ. Okay, ოტო ხათუნა ფასო. რა არის იცი, ხასიათი კარგად დაიჭირე თითქოს, მაგრამ თითქოს არა, მაინც აცდი ხასიათი რა უნდა ყოფილიყო ფასო. ხაზები კარგი გამოგივიდა, იმიტომ რომ ხათუნამ გადაგარჩინა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ფეხები და ყველაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ხათუნა მე ვერ მომატყუებს. I know, I love you too, sweetheart. Okay. Paso, რა არის იცი, რომ ყოფილიყო უფრო მეტი თვითონ ფიზიკურად ქორეოგრაფი bullfight. Paso არ არის ის გაბრაზებული ცეკვა. კი ყოველ სეზონზე ვიმეორებ და ყოველ სეზონზე თითქოს ყველა ყრუა და მოცეკვავეებს არის. Paso არ არის გაბრაზებული. Paso არის bullfight. იცი რა არის? აბა თეწოები რატო გაქვს წინ გამოწეული? მითხარი, იცი? მითხარი? Yes. ორიადორის გამო. იმიტომ რომ ეს მამალი ძროხა გამოგეკიდება და დაგეტაკება და გაგლიჯავს შუაზე, okay? მაგიტომ გიჭირავს cape და your ass ხარ მიდე გაწეული გაგი იქით. აი გარი მთელი და ეს არის შიშის გრძნობა. ვერ გავიგე ხალხო სად არის ესეთი გაბრაზებული სახები თუ დარბიხათ პასადობლი ეგ რაღაცას არასწორე ხედავთ. ამიტომ okay. თუ კიდე ეცეკვე ფასო და მაგის აი მაგ ხასიათიდან გამომდინარე მთელი ხასიათი შეგეცვალა გაბრაზე იმიტომ მიგდოდა თავი წინ არ შეიძლება ფიზიკურად თავი წავიდეს წინ როცა ამხელა ძროხა მორბის შენსკენ ოკეი ვერ გაიგე ხოდა ეს ყველაფერი არ იყო ცუდი სხვა შორის უფრო ბევრად კარგი იყო ვიდრე სამბა კი ხაზების უნარი და გრძნობა გაგრძნობდის ხელს ყველაფერს უბრალოდ კარგად დაუკვირდით, კარგად შეფუთეთ და უფრო მეტი ცეკვა. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ everybody მოცეკვება მეტი სამეჯლისო ცეკვა, okay? Thank you very Monica. ამით დავასრულოთ. მაჩვენო. დავანგრიე ყველაფერი ისე. კარგი, გავუშვათ ხო წვილი შარკის ოთახისაკენ. დიდი მადლობა შეფასებისთვის. გთხოვთ ნოდარ სიმსივესთან გადაინაცვლეთ. საკლი შორენა გისმენთ. მოგესალმებით, ნანუკა ენრატი, ჩაჩა, Cuban ჩაჩა, ძალიან რთული ლათინამერიკული ცეკვა, სხვათა შორის ძალიან რთული. მუსიკა ცოტა ნელი იყო ჩემთვის რატი, ოდნავ ჩქარი ნუ ახლა რა სიზა, მე ტემპო მესმის ყურში. ცოტა ნელი იყო. მაგრამ რას გირჩევთ, იცი რატი, ცოტა საყრდენ ფეხზე რო უფრო დიდი ხანი დარჩეს, შენი ვარსკვლავი უფრო უკეთესად ექნება ბალანსი, ცოტა ჩქარობდა ფეხიდან ფეხზე გადასვლაზე, ალბათ მუსიკა რომ ოდნავ ჩქარი ყოფილიყო ალბათ ესე არ იჩქარებდა კარგად შეფუთული ნომერი მოიტანე ძალიან კარგი სოლო სტარტინგი იყო ძალიან იმპრესივ ძალიან ლამაზი კიბებზე ჩამოსვლის დროს ცოტა ფეხი იმას გიქნა მაგრამ გაიარე შეგეშალა არაოშოს გაატარე ძალიან კაი Cuban breaks ეს ყველაფერს რო აკეთებდი იქ კარგი იყო ოღონდ უფრო რომ მიენდო შენ ყავს ძალიან კარგი მასწავლებელი ძალიან კარგი. კარგი წამყვანიც არის, ცოტა რო უფრო მიენდო
და წაყვე უფრო უკეთესად გამოგივა. ცოტა ჩქარობდი, ხო გესმის? ძალიან ესეთი მსუბუქი ხარ შენს ფეხზე, რაც კარგია Waltz Foxtrot, ასეთი ცეკვებისთვის ძალიან Viennese Waltz ალბათ იქნებით ძალიან ფაფუკი და ძალიან ესეთი ჰაეროვანი და ლათინ ამერიკულ ცეკვებში ცოტა უფრო უნდა იყო ძლიერად იატაკში დაბლა უნდა ჩახვიდა. ამიტომ რატი თეზოში რო ჩაჯდეს ცოტა და დიდი ხანი გაატაროს დრო, exactly, ცოტა უფრო დიდი ხანი იყოს თეზოში, უფრო უკეთესად წამოყვება. Otherwise it's much better, yeah? დიდი მადლობა, გოჩა, შევაჯამოთ. Okay, ნანუკა რატი ჩაჩა. Okay. მოდი ახლა რა არის? იყო ძალიან მსუბუქი. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეც მოველოდი შენგან. Well, უკვე მეორე ეპიზოდია, რაღაც expectations არის, okay? რა მოხდა და რა არა, ახლა ვეგეტყვი, მაგრამ აი პირდაპირ ეგრევე რომ უცებ გითხრა, პირველი რო იცეკვა პირველი ცეკვა. ყველაფერს რატის დავაბრალებო, რომ გითხარი წინა ეპიზოდში? ამას მე მოხდება, ხო? გაგახსენე უბრალოდ. ამას მაინც გავლახავს თუ არაფერი კამანი რა. But anyway, გეხუმ არ ხუმრობ, მაგრამ all right. რაც შეეხება უფრო მეტი expectation იყო შენგან, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ნომერი გამოიტანე. ეს არ იყო ცუდი, მაგრამ ის უფრო ძლიერი იყო და ახლა გეტყვი რატო. იმიტომ რომ სიმსუბუქე შოვენამ რომ ახსენა, ეს არის, უყურე, რა არის ლათინი, იყო ballet რო ავიღოთ ცეკვა, თუ რა ავიღოთ მე Latin American ლათინი, cha-cha, samba, rumba, paso, with jive, same, მაგრამ gravity, gravitაცია, ხო? გრავიტაცია. Ballet მიდის გრავიტაციის წინააღმდეგ. არ ვაჩვენებ ჰაერი ხარ. Off. ლათინი არის ვაჩვენებ გრავიტა დაბლა ჩავდივარ ჩემო კარგო. ამიტომ რომ ვიცახი რომ სუბუქად ფეხზე ჩვენ არასოდეს არ ვართ სუბუქად ფეხზე, როცა ვცეკვავთ ლათინი. ჩვენ ძალიან მძიმეები ფეხზე. თუ ხარ შენ დაახლოებით ახლა 10 კილო, როცა ცეკვავ ჩაჩას უნდა იყო 30 კილო, okay? გაიგე? ამიტომ თვითონ გრავიტაცია როგორ აღიქვი და როგორ ხედავ, აი მაგაში 10 ხაზიაში ხაზები ყველაფერი ძალიან შვენიერი, ლამაზი ხაზი, ლამაზი ფეხები ყველაფერი, უბრალოდ თვითონ gravity. Back basic Cuban syncopated Cuban break რო გააკეთე, იქნებოდა ძალიან კარგი სიმძიმე და ეს გამოიხატება რომ ვიცახე თეზო. არაფერს არ ვტეხავთ, ქართულად თეზო ჩატეხა, რა არის ეგ ვერ გავიგე დღემდე. არაფერი ჩატეხვა არაა საჭირო, უბრალოდ დადეკი ფეხზე და დააჭირე და ჩააჯექი თეზოში ძაბლა. და აჩვენე სიმძიმე ფეხში. ეს არის შენი გრავიტაცია, ხო? თეზო ყდება რო იცახე, მაგას ყვია, okay? გაითვალისწინე ნებისმიერ ლათინ ცეკვას. არ იყო ცუდი, ძალიან კარგი, მაგრამ რატომღაც ესე მგონია უფრო ბევრად მეტი შეგიძლია შენ. დიდი მადლობა შეფასებისთვის. საინტერესო უკვე ქულებში როგორ აისახება ეს სიტყვიერი შეფასება. გაგაცილებთ ჩარკის ოთახისაკენ, სადაც ნოდარი გელოდებათ. ნოდარ, აბა დახვდი შესაფერისად ჩვენს ულამაზ Anzor and Nitsa მოგესალმებით. ესე იგი ეს იყო Argentinian tango უფრო ვიდრე international tango, ballroom tango. Nitsa იმდენი ბეკლიდი გაგიკეთა რომ ყველაფერი ამან წაიყვანა, ყოჩახ, კარგი გოხარ, ამ ხელა ადამიანი ესე როგორ ატარე, ძალიან კარგი, მაგრამ ცოტა მიენდე და უფრო წაგიყვანს ალბათ, ხო? Yes, just don't give up, ხო? Don't give up. მე გირჩევდი რომ ჩარჩოზე იმუშაო, ძალიან წინ მოდიხარ, მე რა რომ შენი გოგონა ცოტა ოდნავ შენზე დაბალია, შენ შეგიძლია რომ გაიშალო მხრები. დღეს ძალიან კარგად გამოიყურები, უნდა გითხრა, მომწონს როგორ ხარ all well put together. ეს უფრო მომზადებული ნომერი ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები დრო ქონდა, მაგრამ თელი კომპოზიცია, თელი ნომერი წაიყვანა შენმა მასწავლებელმა, რაც great, ახტა დახტა მიხტა მოხდა, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ცოტა შენც რომ ჩაება ამ lead and follow-ში, კარგი იქნება. შემდეგში თუ მობრძანდები, თუ დაგიჭერე მხარს და იქნები, ნიცა, ცოტა უფრო მეტი give a chance რომ წაგიყვანოს, ხო? მაგრამ საერთო ჯამში ბატონო, არა, როგორ არა წაიყვანს, როგორ არა. მაგრამ საერთო ჯამში მე გირჩევდი, კი ძახდი პროფაილში რომ ყველა კუნთი მტკივა, ეს კარგია. შენი კუნტებმა გაიღვიძეს, ალბათ აქამდე ეძინათ, ხო? ეხლა გაღვიძებულია, აქ ცეკვან ვარსკვლავს, უნდა უთხრა მადლობა, რომ თელი შენი კუნთები გაღვიძებულები გყავს. კვირიდან კვირამდე კიდევ უფრო გავაღვიძებ. Exactly, რა თქმა უნდა, ეს აკეთებს ამას ცეკვა, მაგრამ ეს დაბლა რო ჩაღდიხარ ლანჩს რო აკეთებდი და ამოსვლა რო გიჭირდა და პროფაილში რომ გითხრა ნიცამ ნუ მაწვებიო, იცი რატო ვერ ამოდიო
მივდიოდი, იმიტომ რომ ცენტრს არ იჭერდი და ცენტრს ცოტა თუ დაიჭერ, შენთვისაც უკეთეს იქნება და ლამაზადაც გამოჩნდები. დიდი მადლობა. გოჩა. Okay. Anzor. Nitsa tango. Okay, მოდი ახლა რა არის? როგორ გითხრა? ცეკვა რა არის? იცი, mind and body together. სხეული და ტვინი როგორ ქართულად ერთად. very much. გონება და სხეული ქმნის გონებას და გონება ქმნის სხეულს ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ცეკვა, okay? რა არის ახლა და რა იყო? აი მაგალითად, კარები გაიყო და ნიცა არის აფაფრილი, აცეცხლებული, აი დაიგლიჯა ყველაფერი და შეკიდე ესე უყურებ და რაღაც გეზარება რომ შეხედო. აი that makes sense. So, ცოტა უნდა mind და სხეული ერთმანეთს დამთხვიო რომ დაუკავშირო რა ხდება. იმიტომ რომ ახლა ეს კარები რო გაიყოთ ეს გვერდი რო დაგინახა ეს ხალხს ეგონებოდა ნიცას რაღაცას ჭირს. Right? იმიტომ რომ დაიგლიჯა მგონი ყველაფერი და შეგიდე ძალიან ამეტანი პასიური ესეთ გეხარ ესე უყურებ. მე ოდნავ მიხვედი ესე ფრთხილად. ძალიან კარგი, ძალიან ესე იგი როგორ არის dingy, თუ ლაღი personality, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაღი თუ dingy. ცოტა უნდა I don't know like ცოტა თან არის ეს tango. უყურე technicalities რო ვილაპარაკოთ ახლა არ არის უყურე არ ახარ შენ technically რო ვთქვა რომ არ შეგიძლია უბრალოდ უკვე მეორედ გამოიტანე ნომერი ცეკვა რომ ხედავ რომ შეგიძლია უყურე ფიზიკურად არ აკეთებ შენ თვითონ იმიტომ რომ შენი გადაწყვიტე რომ უნდა იყო აი ესეთი ლაღი და it's like hi nisa და nisa დაანგრია ყველაფერი ამ დროს ცეცხლი წაეკიდა მგულს და წყალი დაასხით რაღაც ამიტომ ცოტა რაღაცა დაუკავშირდით ერთმანეთს okay გაიღვიძეთ ჩემო კარგო please თუ შეიძლება ძალიან კარგი კეთილი ადამიანი ხარ მაგრამ ახლა ბოროტი არ გახდეთ ჩემსავით მაგრამ ცოტა ოდნავ უფრო აგრესია დადებითი აგრესია რო იტყვია ცეკვისთვის გასაჭიროა okay დიდი მადლობა. ახლა უნდა გაგისმენთ. აღმშვიდობისა ვალალო and Elene Foxtrot. ეს უფრო American style smooth foxtrot-ი გამოგივიდეთ. რამოდენიმე feather step, 3 step დავინახე, scattered chasse ერთხელ გააკეთე, რაც იყო კარგი, მაგრამ ყველაზე კაიცი რა იყო? ხელები იპოვე. რაც ძალიან კარგია და შენ ხელები დაგეხმარდნენ და კიდე მეორე კარგი ის ქონდა რომ შენ გოგონას ეცეკვებოდი, აცეკვებდი და წამყვანი იყავი ამ ნომერში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია upload for that, yeah? ოჩახ. ცოტა Fred Astaire-საც გავდი აქ რომ ესე ხტუნით გაიარე, ძალიან კარგი. As far as Foxtrot, ეს უფრო უკეთესი ცეკვა იყო ჩემთვის, შენსგან შესრულებული ვიდრე წინა, რაც არის ძალიან კარგი news და რომ იძახდი პროფაილში რომ ორ რაღაცას ერთდროულად ვერ ვაკეთებ, გამოგივიდა სხვათა შორის ხელებიც ქონდა. Okay, bravo, ძალიან კარგი. ხელებიც, ჩარჩოც, ფეხებიც, timing-იც გესმოდათ, ცოტა footwork-ზე ამუშავე, Elene, ჰილიდები რო გააკეთოს ქუსლით, ხო? და ცოტა უფრო დაბლა რო ჩაიყვანო შემდეგ სტანდარტულ ცეკვებში, otherwise ძალიან ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ. დიდი მადლობა და გოჩა. Okay, Foxtrot, Valalo, Hari Harol, okay. Elene. All right, მოდი იცი რას ვფიქრობ ახლა რა გითხრა მომავლისთვის რომ რა უნდა გააკეთო, okay? ბანკის ანგარიში შეიმოწმე, 100 მილიონი დაიდება ალბათ ზედ და გააკეთე ეგ, თვითმფრინავი მიყიდე. იმიტომ რომ რაც გითხარი ხელები განამოძებნე, შენზე ლამაზი ხელები ჯერ არავის არ მინახია სმუჩი. Seriously, I mean the extension იმიტომ გამიკვირდა ეს რომ მე რო გითხარი პირველი საქმეში ხელებს რაღაცა საქმე მოუძებნე right ძალიან ლამაზი ხელების მოძრაობა გამოგივიდა ჩემო კარგო რა ვიცი მაგიტომ გეუბნები რა yes yeah I was like what the heck the მთლიანობაში ესე იგი დგომა სტანდარტ ხასიათი ყველაფერი არაფერი შენ ძალიან იჭერი ხარ ელენე მიხედი ამას ერთი რა seriously იცი რა არის შენიშნა ერთი ის იქნება რომ თვითონ ნამეტანი თეატრალური არ გახდეთ right Foxtrot უყურე ესე იგი რაც კი გააკეთა პატარა დგომი feather step 1-2 და მე უცებ გადახვედით რაღაცი რომ აი მანდ უკვე იკარგები მაგრამ ისეთი ნიჭიერი დგომი ისეთი ლამაზი ხელების აი
თავიდან ბოლომდე დაბადებული სტანდარტისთვის, არ ვიცი რატომღაც, seriously. იყო ძალიან seriously. კი, სწორი და ძალიან ნიჭიერი მიხრა მოხრა, როგორც გულში ვთქვი. ამიტომ ჭკუა გამოიყენე და სწორი მარტივი, მე რო ვიძახი მარტივი, მე არ ვიძახი რომ უბრალო. მე ვიძახი რომ კლასიკური, უფრო სწორად რო ვთქვა, კლასიკური ლამაზი სამეჯლისო ცეკვა. იქნება ძალიან ბრავო, ძალიან გამიკვირდა შენი ცეკვა დღეს. იშვიათად გვინახა მაგარი ჟიური. ძალიან კარგი ჰარი-ჰარალო გამოგივიდა შენ დღეს, ოკეი. გვიხარია ჩვენი ელენე ყოჩახ შენ. რეკლამის შემდეგ სულ სხვა ხასიათზე დავბრუნდით. არ ვიცი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს დავაბრალოთ. შაქარი ვჭამი ალბათ. აი ქულებს რომ დაწერთ, მე ვნახავთ საბოლოო შედეგს. გთხოვთ შარკის ოთახისაკენ გაემგზავრეთ, სადაც ნოტარი გელოდება. დიდი მადლობა. ჩვენს ერთი სული გვაქვს, თქვენს როდის მოგისმენ. საომშვიდობისა ანიენ ოთო პირველ რიგში მე მინდა ოთოს მივცე კარგი შეფასება ყოჩახ ეს არის შენი პირველად ამ შოუში ყოფნა ძალიან კაი პროფესიონალი ხარ impressed ვარ შენით წინა quick step-ი ძალიან ლამაზად შეფუთული მოიტანე ესეც ძალიან impressive იყო კარგი ძალიან დიდი დამსახურებაა შენთვის აქ თავიდან რომ დაიწყე basic stationary samba in place stationary მხოლოდ მაგით მომიხიბლე უკვე რაც ძალიან კარგი იყო დაახუნძრული ქონდა კომპოზიცია ყველა ძირითადი მოძრაობებით რაც ძალიან კარგია ეს ყველაფერი all the credits goes to you შენთან როგორც პროფესიონალი იმიტომ რომ წინაზე არ ამგონია მე შენ მოგეცი საკმარისი კრედიტი ამიტომ მინდა რომ შეგაქო მაგისთვის ხო ეს ძალიან კაი მაგრამ შენი კონკურსი ეს არ არის მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ პროფესიონალებმა კარგად უნდა შეფუთონ ნომრები ხო ეხლა ანი Okay, Ani, შენი მეგობრები მე მგონი პროფეში ძახიან რომ აი თავს ჩადებს ბოლომდე, ხო? მართლა ესეთი ადამიანი ხარ, გეტყობა, უბრალოდ გირჩევდი, რომ უფრო ენერგიულად შეასრულო შენი მოძრაობები. თავიდან იწყებ ძალიან ენერგიულად და მერე სადღაც გეფანტება ეს ენერგია. ამიტომ ივარჯიშე იმაზე, რომ ბოლომდე, რამდენი ხანია ეს წუთი და რაღაც, ხო? დაახლოებით ბოლომდე რომ გასტანო, ხო? ტრიალების დროს ცოტა სპატზე რო იმუშაო, ძალიან კაია. სამბაში ოდნა ბაუნსინგი დაგაკლდა, მაგრამ ისეთი კაი isolation-ი ქონდა. ბოტაფოგო რო გააკეთე, ახლა რა თქმა უნდა, samba rolls-იც very difficult, ძალიან რთული მოძრაობა, არაუშავს გამოგივიდა, ცუდი არ იყო, crossado walks, მაგრამ ცოტა უფრო მეტი ბაუნსინგი რო გენახა, მაგრამ საერთო ჯამში იყო ძალიან კარგი ნომერი. დიდი მადლობა, გოჩა. დღეისათვის ბოლო შეფასება უნდა მოგისმენთ. ბოლო შეფასება ანი ოთო. ოკეი, სანამ შევაფასებ. როგორ მოგეწონა ჩვენი მეორე ეპიზოდი? Yay! Pavs tu ara ყველაზე ლამაზი წყვილები ნამდვილად რა თქმა უნდა. Yes. Okay. Ani ოთო რა შეხება samba. რა არის ცეკვა? ცეკვა არის ის რომ სხეულით გამოხატო შენი ემოცია და სხეულით გამოხატო შენი შენი იარაღი შენი სხეული. Body language. Body language. Express with the body. Okay? სხეულის ენა. ენა, რა თქმა უნდა. მაგრამ რაზეც არ ვლაპარაკობთ ხშირად სამწუხაროდ ცეკვამ ვარსკვლავზე, იმიტომ რომ ეს თემა უფრო არის უფრო high end პროფესიონალური რაღაცას ის არის. რომ მაგალითად მუსიკა რასაც გეუბნება რომ თავიდან ბოლომდე უნდა გამოხატო შენი სხეულით მუსიკა. მაგას უკვე პროფესიონალიზმი ქვია. და შენ რაღაცაერთ მოახერხე ის, რომ რაც გვესმოდა ყველაფერი თქვი ის, რასაც მუსიკა იძახდა, okay? Seriously, მაგას მარტო პროფესიონალები უძღვებიან. Yes, absolutely. ამიტომ თვითონ samba ეხლა მე რო დავიწყო რომ the stationary promenade run bounce ცოტა აკდა რაღაცა კი რა თქმა უნდა ყველაფერი მაგრამ ეს არის ბოლო ცეკვა დასკვნა მეორე ეპიზოდის ყველაზე ძლიერი ცეკვა დღეს აი შეფასება და უკვე ანის თვალზე მე სიხარულის წრები well ფაქტია okay ნახოთ რა მოხდება მესამე ეპიზოდში ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი ნომერი მეორე ეპიზოდზე. ნახოთ რა მოხდება. თვალწრემლიანს ვუშვებდო და რანის თავის მეწყვილესთან ერთად ასე რომ გახტი როგორც საჭიროა ისე. გილოცავთ.